საღამომშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო. მოკლედ დღეს მინდა არ თუ ისე ხანგრძლივი პირდაპირ ეთერით ნამდვილიმე საკითხი შევეხო და მნიშვნელოვანი თემაა ეს. როგორც მოგიხსენებათ, ორშაბათს სასავალ-დასავალში დაიბეჭდა ინტერვიუ, რომელიც ესე იგი დიტო ჩუბინიძემ გააკეთა ლაზარე ჯორბენაძესთან და იქ პირდაპირ ხელი დაადო პრემიერს, რომ მან ხელი მოაწერა 2025 წელს და გაასხვისა დავით გარეჯი გადასცა აზერბაიჯანულ მხარეს, აზერბაიჯანის სახელმწიფოს. ესე იგი, ორშაბათს გაზეთი გამოვიდა, ოთხშაბათს ჩვენ მქონდა ქართველთა დიდ გაერთიანებაში პირდაპირ ეთერი საზოგადოებასთან და სადაც ჩვენ გვეწვია ასევე ბატონი ვაჟა ოთარაშვილი, რომელმაც ეს სკანდალური ინფორმაცია იქ გაავრცელა და დღემდე აბსოლუტურად ყველა დუმს, ყველაში გულისხმობ, რომ დუმს ესე იგი პროკურატურა თითქოს არაფერი მომხდარიყოს, თითქოს უბრალო რაღაცაა. ესე იგი, პრემიერი დუმს შეიძლება ასეთი, ეს არის სამშობლოს ღალატი და ასეთი რამე ტყუილად რომ ვიღაცამ დაგაბრალოთ და ამაზე პასუხი არ გასცეთ, ეს რას ნიშნავს მეგობრებო? ესე იგი, ყველაფერი გეპატიება თავ ქვეყანაში, ესე იგი, პრემიერი დუმს, პროკურატურა დუმს, სახელმწიფო უშიშროების სამსახური დუმს. არადა, ეს სტრატეგიული სიმაღლეებია და სახელმწიფო უშიშროებას მეტი რა ევალება, რატომ დუმს? რა შესაქმე, ძმაკაცობით ხდება კანონის აღსრულება? ბატონო მდინარაძე, თქვენ 15,000 რაღაცა რომ დაგინიშნეს ხელფასი ამ გაჭირვებულ ქვეყანაში, ხალხი გიხდით ამ თანხას, ხალხი. და რატომ ხარ ჩუმად? ახლა ამათ თქვენ გონიათ გაივლის დრო და ახლა გაჩუმდება ხალხი? ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, უნდა გვაჩვენოთ საქართველოს მოქალაქეებს, ეს დოკუმენტი უნდა გვაჩვენოთ, ვინ გადასცა დავით გარეჯის კომპლექსი აზერბაიჯანულ მხარეს. თუ ტყუილია პრემიერი, როგორ ყველა ბერკეტი აქვს და რატომ არ აღძრავს ცილისწამებისთვის სისხლის სამართლის საქმეს? შეიტანოს სარჩელი. თუ არ არის ტყუილი და თუ ეს დამტკიცდა და თუ ეს მართალია, პრემიერი კი არა, მთელი ქართული ოცნება უნდა გადადგეს. მთლიანად უნდა გადადგეს მთავრობამაში. ჩვენ კიდევ გეუბნებით, არ გავჩერდებით თუ ახლოეს პერიოდში ჩვენ ვერ მივიღებთ საქართველოს მოქალაქეები ინფორმაციას, არის თუ არა კიდევ დავით გარეჯის კომპლექსში ჩვენი ქართული მხარესი, თუ არ არის, ესეც უნდა გავაგებინოთ. თუ არ გავაგებინებთ, მაშინ მოიფიქრებთ უკვე როგორ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენ. და რანაირად მივახციოთ იმას, რომ ერთხელლა სამუდამოდ არავის არ შერჩეს ამ ქვეყნის გაყიდვა. არა უფრო მეტიც კაცო, აქეთ გადმოდიან შეტევაზე. ვიღაცა ტროლები აამუშავეს, ხო და თავს ესხმიან იქით ახლა ისო, რა ქვია, ეგენი დააკავეთო ვაჟა ოთარაშვილი და გიორხელიძე იქ, რადგან ეს ინფორმაცია გავრცელდა იქიდან, ხო პირდაპირ ეთერიდან. დავით გარეჯი თქვენ თუ გაასხვისეთ, რა შუაშია დემურ გიორხელიძე და ვაჟა ოთარაშვილი ერთი მითხარით. ცოტა ჭკუაზე არიან ესენი. მე მგონი აქ უფრო ესენი უკვე სერიოზულ აგონიაში არიან მეგობრებო. მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ისე არ ხდება, იმიტომ რომ ეგრე ადვილად არ შეჩებოდა ეხლა კობახიძეს სუსის უფროსის დაპატიმრება და ყოფილი პრემიერის დაპატიმრება. რაღაც აქ შეიძლება კიდევ უფრო შორს მიმავალი ისინი იყოს, რომ ასეთი დიდ დოკუმენტებზე წოდომა და შესაძლებელია კიდევ უფრო მეტ სკანდალებს ველოდოთ. რაღაც ეგეთი ეჭვი მიჩნდება
და ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებს ირაკლი კობახიძის დუმილი. გაბრალებენ სამშობლოს ღალატს და ხმას არ იღებ. თითქოს არაფერი მომხდარა, ეს ვერ გავიგე ახლა ახლა. და აქეთ ემუქრება ხალხს, რომ იმას დავიჭერ, ამას დავიჭერ, იქიდან გადარიცხა, იქიდან ის რა ქვია ჯაშუშობა და მთელი ამბავი და იმას დაგაბრალებენ. ეს ვერ გავიგე ახლა რა არის. ტროტუარზე არ დადგე, სიტყვის თავისუფლება ყველანაირად გიზღუდავენ, ესე იგი და უფრო მეტიც ლეგიტიმაციას თუ არ აღიარებთო, ესე იგი იმუქრება სისხლის სამართლის იმითი საქმის აღზრდილი. როდის იყო ლეგიტიმაციის აღიარება მეგობრებო ძალით ხდებოდა. ამან თუ კონსტიტუციონალისტი არ უნდა იცოდეს, რომ ლეგიტიმაციის აღიარება ხდება სამართალით, სამართლებრივი ქმედებებით, განა შეიძლება თოფით დამარგე და მითხრა, რომ გინდა თუ რა აღიარე, რომ გავაყალბე არჩევნები და მილიარდი მქონდა ჩადებული და ყველაფერი იმას ვქენი გავაკეთე იმისთვის, რომ არჩევნები მომეგო და თანაც ვინ მივიდა არჩევნებზე, სულ რაღაც საქართველოს მოსახლეობის მესამედი და ამითი გინდათ ლეგიტიმაცია მიიღოთ? ორმაგად არალეგიტიმური არის ერთი რომ 92 წლიდან საქართველოში ლეგიტიმური არჩევნები აღარ ტარდება, ორმაგად არალეგიტიმურია და ეს არჩევნები კიდევ ხო ამაზე საერთოდ ლაპარაკი აღარ შეიძლება. დასკუპებულან იქ მარტო რამდენიმე ერთი კლანი მილიონერებისა, ოცნებ ქოცებისა და უძახიან რომ ვითომ პარლამენტია და აბსოლუტურად ესე იგი ყველაფერი ეპატიებათ ამათ. მე არ ვიცი ახლა ეს რომ ადრე მომხდარიყო ხო 90-იან წლებში მთელი საქართველო ფეხზე დადგებოდა. ვერ გაასწრებდნენ სიმიდან კაცო ქვეყნიდან ვერავინ. ეს შეიძლება უნდა გავიგოთ ახლა ჩვენ ბოლოს და ბოლოს გავაგებინეთ რა ხდება დავით გარეჯის ირგვლივ. არანაირი ლეგიტიმაცია კი არა, სამუდამო პატიმრობა ეკუთვნის იმ ადამიანს, ვინც გაასხვისა დავით გარეჯი. და უნდა გავიგოთ, გვაჩვენეთ ის დოკუმენტი, თუ მართალი ხარ კობახიძე, გვაჩვენეთ დოკუმენტი თქვენს ხელშია, რომ ხელი არ აგაქვთ მოწერილი. თუ არა და პასუხი აგეთ მთელმა მთავრობამ და გადადეკით. აქ კიდევ ხალხს დასცინია რაღაცა ვითომ უნდა გაგიიაფონ. 86%-ია ფასნამატიოში თავადი ძახი და თითქმის 100%-ით აძვირებენო და აქ ელაპარაკება ხალხო 5% უნდა გაიაფდაო, ვიღა ტროლები გამოყავთ კოცებისა და კვერცხი გაიაფდა 5%, ანუ 2.5 თეთრით ჯერ გააძვირეს და მერე ვითომ პირიქით გააძვირეს უფრო. ნუ ამათი ახლა ამ ყველაფერს არ ვიცი რა ქვია ახლა ესე თაღლითობას ბოლო ხომ უნდა მოეყოს რა. დაიღალა ხალხი გაწყდა წელში მართლაც რა როდემდე უკვე. სიცხვილი კიდევ იმ მასას კიდევ რო დღეგრძელობა თქვენ და პრემიერო წარმატებები თქვენ და ესენი ვინ არიან კაცო, რის წარმატებებით მთელი ქვეყანა გაგიყიდეს. რომელ წარმატებებს უსურვებთ, რომ წარმატებულად რო ყიდიან საქართველოს? ძალიან მაგარ აგონიაში არიან მეგობრებო, დარეულები არიან შიგნით ერთმანეთს და რომ იცოდეთ ჩამოშლის პირასაა უკვე ეს რეჟიმი. ძალიან მალე დასრულდებიან სამართლებრივი ბრძოლებით. ჩვენ ახლა ქართველთა დიდი გაერთიანება უკვე ვიწყებთ რეგიონებში გასვლას 4 შაბათობით ყოველთვის გვექნება პირდაპირ ეთერი უკვე სტუდიიდან და შემდეგი გასვლა გვექნება ხვალ მივდივარ ჩვენ მომხრეებსაც შევხვდებით დავითობა და ქუთაისში ჩავალთ გელათში. თიანეთში მივდივართ შემდეგ კვირას და დღის 12 საათზე კულტურის სახლის წინ თიანეთში გაიმართება გაყიდული საქართველოს აქცია და შემდეგ გვექნება საინფორმაციო მიტინგი. შევხვდებით იქ თიანეთელებს, იქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და ღირსეული ხალხია. გავაცნობთ აბსოლუტურად ყველა ინფორმაციას მივაწვდით და ყველა რეგიონს ესე მოვივლით.
ჩვენ ძალიან მალე უდიდესი მხარდაჭერა გვექნება ქვეყანაში და ასე ვეღარ დაჩაგრავენ ქართულ ხალხს აი ეს ნაწილები, ეს გამყიდველები და თუ არ ახართ გამყიდველები, გამოიტანეთ ის დოკუმენტი ახლა და უნდა გვაჩვენოთ. უნდა გვაჩვენოთ რა უყავით, რა დამართეთ დავით გარეშე. დანარჩენზე ახლა მეგობრებო, აქ აღარ ვისაუბრებ, მოკლედ გავაკეთე ეს განცხადება, რომ თიანეთში მივიდივართ იქითა კვირას და ვითხოვთ აუცილებლად ამ დოკუმენტს გვაჩვენონ საქართველოს მოქალაქეებს. ვალდებულები არიან, დაქირავებული ხელისუფლებაა, ხო? ვალდებულები არიან მოусმინონ საქართველოს მოქალაქეებს, მოისმინონ მათი მოთხოვნა და გვაჩვენონ. გვაჩვენონ არის თუ არა მართალი ეს ყველაფერი, რაც დაიბეჭდა გაზეთ ასავალ დასავალში. აი ეს არის კონკრეტული მოთხოვნა. არ ვიცი რა გითხრათ მეგობრებო, აბსოლუტურად ყველაფერზე ყური აქვს, ესე იგი დაყრუებულები არიან. თუ ვიღაცამ რაღაცა დააშავა, ესე იგი თელი პროკურატურა და სუსი დაეხო, ამ დროს კიდევ ვიმეორებ, ყველა დუმს ამხელა ღალატს გაბრალებენ და პროკურატურას დუმს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დუმს, ხელისუფლება დუმს და თავად პრემიერი დუმს. არ ვიცი რა, ნუ რა ვქნათ ახლა ვერ გავიგე. ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა რა გავაკეთოთ? ეს არის სამართლებრივი მოთხოვნა, ახლა თოფს არ ვიღებთ ხელში და სამართლებრივად მოვითხოვთ, გავგვაგებინეთ. ეს მინდოდა მეთქვა მეგობრებო და 4 შაბათს ვისაც სურვილი ექნება საღამოს 6 საათიდან რუსთაველის 18 ნომერში მწვავე განხილვები გვექნება ყველაფერი აი ამ პრობლემურ საკითხებზე და საღამოს 18 საათზე რუსთაველის 18 ნომერში ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს ღია ეთერში. იცით თქვენ ვინც მოგზანდებით ხოლმე ძალიან ადვილი მოსაგნებია ოპერის მოპირდაპირე მხარესაა იქვე ახლოს 18 ნომერი და გელოდებით ყველას 4 შაბათს 18 საათზე. ხოლო თიანეთში იმედია თიანეთელები გაავრცელებთ ამ ინფორმაციას და შემდეგ კვირას 15-ში 12 საათზე ვიქნებით კულტურის სახლის წინ. მადლობთ ყურადღებისთვის მეგობრებო, ყველაფერი კარგად იქნება. იმიტომ არიან ესენი აგონიაში, რომ ახლა შიგნითაც დარეულები არიან და ჩამოშლის პირასაა უკვე ქართული ოცნება. აღარ საიდან მხარდაჭერა აღარ აქვს საერთოდ და ამიტომ არიან უკვე აგონიაში და ამიტომ არის ის, რომ თუ ახლა ლეგიტიმაციას მაგათაც არ აღიარებ, სისხლის სამართლის საქმეებით გემუქრები, ესეთი რამე საერთოდ არც არ მომხდარა ჯერ. და არც ის არის სწორი, არც ერთ ქვეყანაში არ არის ეგ, რომ ახლა ტროტუარებზე ადამიანები იმას აკნა დაიჭირო და ციხეში გაუშვა. უნდა დავთავრდეს ქართული ოცნება, ეს მოღალატე გამყიდველი ხელისუფლება მთლიანად გაგვიყიდეს საქართველოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი მეგობრებო, ამ წმინდა ბრძოლაში ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ.